გესაუბროთ ევროკავშირის შესახებ, იმიტომ რომ ბევრისთვის ევროკავშირი ასოცირდება მხოლოდ ხელფასების მომატებასთან, კეთილდღეობასთან, რა თქმა უნდა, ხელფასების მომატება, კეთილდღეობა, უზრუნველი სიბერე და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ამასაც მოიცავს ამ სიკეთეებსაც ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ სიკეთეები, თუმცა არსებობს მინდა დაგანახოთ მნიშვნელოვანი მომენტები, რა სარგებელი შეიძლება თითოეულმა ადამიანმა ევროკავშირში გაწევრიანებით მიიღოს. ამავე დროს მინდა ასევე შევეხო მოლაპარაკებების გახსნას. საუბარია ჩვენ ალბათ ხშირად გვესმის იმასთან დაკავშირებით საუბრები, რომ კანდიდატის სტატუსის შემდეგ ქვეყანას იხსნება მოლაპარაკებები, მე აგიხსნით პროცესს თუ როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებების პროცესი, რას მოიცავს და საბოლოო ჯამში როგორ მივდივართ საბოლოო გაწევრიანებამდე. ამავე დროს მე მინდა გესაუბროთ რამდენიმე მაგალითზე, ქვეყნების მაგალითზე, რომლებმაც ეს გზა გაიარეს და ამ ქვეყნების მაგალითზე გეტყვით რა სირთულეები შეხვდათ და ეს სირთულეები როგორ გადააღეს და რა მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარეს და ამაში კიდევ ევროკავშირი როგორ დაეხმარა ამ ქვეყნებს. არსებობდნენ ქვეყნები, რომლებიც განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნები, რომლებიც შემდეგ უკვე გაწევრიანდნენ ევროკავშირში, რომლებთაც ჰქონდათ ბევრი პრობლემა. ისევე როგორც ჩვენ, ამ ქვეყნებსაც ჰქონდათ პრობლემები და მოლაპარაკებების გახსნის შემდგომ მოხერხდა ის, რომ ამ პრობლემების არასრულად გადაჭრა, არამედ იმ დონემდე მიიყვანა, ან ნაწილობრივ გადაჭრა მოხერხდა, რომ ეს ქვეყნები ასე თუ ისე აკმაყოფილებდნენ ევროკავშირის სტანდარტებს. არსებობენ კომპანიები სხვა ქვეყნებში, რომელსაც აქვთ უპირატესი მდგომარეობა და ესეთი უპირატესი მდგომარეობის მქონე კომპანიები ხშირად იყენებენ თავის ამ უპირატეს მდგომარეობას იმაში, რომ დაჩაგრონ კონკურენტები და შესაბამისად მოახდინონ ფასებზე და კონკურენციაზე ზეგავლენა. ასეთი ერთი მაგალითი იყო, ასეთი უპირატესი მდგომარეობის მქონე კომპანია არის Google მაგალითად, რომელიც ბევრჯერ დაჯანიმდა ევროკავშირის მიერ, ევროკომისიის მიერ, იმის გამო, რომ ეს უპირატეს მდგომარეობას იყენებდა ერთადერთ საძიებო სისტემა, შესაბამისად მისი რეკლამა პირველ რიგებში ხვდებოდა ხოლმე დაუმსახურებლად. სწორედ ამიტომ ევროკომისიამ დააჯარიმა ევროკავშირმა Google და რატომ მყავს ახლა ეს მაგალითები, რა კონკრეტულ შედეგი აქვს, ანუ რა კონკრეტული მიზეზშედეგობრივი კავშირი აქვს ამას კეთილდღეობასთან, ამას აქვს ის შედეგი ზუსტად, რომ ხელი არ შეიშალოს კონკურენცია, შესაბამისად ფასები იყოს დარეგულირებული და იარსებონ ასევე საშუალო და მცირე ბიზნესმა. ხო, ზუსტად ის მნიშვნელობა აქვს, როდესაც კონტროლი ხდება ევროკომის და ევროკავშირის მიერ. ასევე კაცრი კონტროლის ქვეშ არის ფასებთან დაკავშირებით ეგრეთ წოდებული კარტელური გარიგებები, ბევრი მაგალითი არსებობს, რომ ევროკავშირმა კარტელური გარიგებების გამო თუნდაც კარტელური გარიგების შესახებ, სანამ ეს გარიგება მოხდება, შესახებ რომ გახდეს ცნობილი პრესაში, ამაზე წინსწრებით ევროკავშირი იღებს ზომებს და შესაბამისად მსგავსი შემთხვევებისგან დაზღვეული არის ხოლმე ქვეყნები. ეხლა რატომ მოვიყვანე ეს მაგალითი? ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ ზუსტად მსგავსი კონტროლი და მსგავსი საკითხების გადაჭრა ქვეყანაში იწვევს იმას, რომ ქვეყანა გამოდის ეკონომიკურ კრიზისიდან და შესაბამისად ადამიანები ცხოვრობენ ბედნიერად და ასევე აქვთ ნორმალური შემოსავალი. ეხლა დავიწყეთ, ან მე ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ აქ არის კონკრეტული ინსტიტუტები, რომლებიც ამ ყველაფერს უნდა აკეთებდეს და შევეხები უკვე მოლაპარაკებების გახსნის ეტაპს. რა ეტაპია ეს მოლაპარაკებების გახსნა? კანდიდატის სტატუსი გვაქვს იცით და თუ ეს რაღაც პოლიტიკური ასე რომ ვთქვათ ბარიერები გადავლახეთ და გაგვიხსნეს მოლაპარაკებები ევროკავშირში არის რამდენიმე ეტაპი. ასევე არსებობს 35 თავი. ეს 35 თავი რა არის, რომელიც უნდა გაიხსნას და დაიხუროს. ეს 35 თავი ეხება
ყველა სექტორს ქვეყანაში თუ რამე არსებობს, ეს არის ფინანსური სექტორი, ეს არის ჯანდაცვა, ეს არის გარემოს დაცვა და ასე შემდეგ. თითოეული სექტორს აქვს თავის თავი, შესაბამისად, ეს თავი უნდა გაიხსნას, იქ არსებული პრობლემა უნდა აღმოიფხვრას, დაინერგოს სხვადასხვა ტექნოლოგიები და ასე შემდეგ ეს თავი დაიხუროს. პირველი ეტაპი მოლაპარაკებების გახსნან ეს არის სკრინინგი. როდესაც ჯერ პირველად კანდიდატ ქვეყანა თვითონ აფასებს, თვით შეფასებას ახდენს საკუთარი პრობლემების, ანუ სახელმწიფოებმა უნდა წარმოადგინოს თვით შეფასების კითხვარი, რომ მაგალითად ქვეყანა სად არის ახლა, ანუ სად არის პრობლემები, რა პრობლემებია და ასე შემდეგ. აქ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გახსნის არის არა ის, რომ რამე თუნდაც კონკურენციის სააგენტო, რაც ზემოთ გესაუბრეთ, კონკურენციის სააგენტო არსებობდეს ფურცელზე, არამედ ეს ნამდვილად ფუნქციონირებდეს. სწორედ ამიტომ თვით შეფასების შემდეგ ხდება ეგრეთ წოდებული სკრინინგი, როდესაც უკვე ევროკავშირი აფასებს, სად არის რეალურად ქვეყანა. სკრინინგის შემდგომ უკვე ხდება თითოეული თავის გახსნა. თავის გახსნის შემდეგ ევროკავშირი აძლევს ქვეყანას წინასწარ შეფასების შემდეგ აძლევს ქვეყანას უკვე შესაბამის დაფინანსებას იმისთვის რომ ამ არსებული ანუ უკვე შეფასებული პრობლემების გადაჭრა მოხდეს და ამ პრობლემების გადაჭრის შემდეგ ხდება თავის დროებითი დახურვა და მე ასევე გეტყვით რას ნიშნავს დროებითი დახურვა და რატომ იხურება თავები დროებით. და ეს ძალიან მარტივად ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ძალიან სიღრმისეული განხორციელება რეფორმის და მუშა პროცესში დაკვირვება კონკრეტული რეფორმის შედეგების. ანუ ერთია რომ მაგალითად კონკურენციის სააგენტო საქართველოს აქვს მაგრამ მეორეა ის რეალურად აგვარებს თუ არა იმ პრობლემას, რისთვისაც ეს ინსტიტუცია არსებობს. ეს არის მთავარი ამ მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე, რომ არა მხოლოდ ფურცელზე კანონი უნდა არსებობდეს, ინსტიტუცია უნდა არსებობდეს, არამედ ევროკავშირი უკვე ამოწმებს ეს ინსტიტუცია იძლევა თუ არა იმ შედეგს, რისთვისაც ეს არის შექმნილი. ჩვენ ძალიან ბევრი ინსტიტუცია ვიცით საქართველოში, რომელიც არსებობს ფურცელზე, მაგრამ რეალური შედეგები ამას ვიცით რომ არ აქვს. ეხლა მე მაგალითს მოვიყვან ასევე რაც დაგკიდით, ეს იყო ხორვატიის და პოლონეთის მაგალითი, ხორვატიის შემთხვევაში მაგალითად მათ ჰქონდათ სასამართლო მართლმსაჯულების სისტემაში ძალიან დიდი პრობლემა, მათ შექმნეს ვეტინგის სისტემა და ეხლა გეტყვით რა არის ეს ვეტინგის სისტემა, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის ბევრ ქვეყანას, მათ შორის ბევრ ევროკავშირის ქვეყანას მართლმსაჯულებაში არსებული პრობლემების აღმოფხვაში დაეხმარა არა მხოლოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, არამედ როგორც ვიცით მოლდოვას და უკრაინაშიც არსებობს ეს სისტემა, რას ნიშნავს ვეტინგი არის ძალიან მარტივი რაღაც. ეს არის სასამართლო მოსამართლეების ქვეყნებში ასევე პროკურორების და სხვა სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელების თანამდებობებზე არსებული ფილტრი. ეს რას ნიშნავს ეს ფილტრი, რომ მაგალითად ახლა ჩვენთან ვსაუბრობთ იმაზე, რომ არსებობს კორუფცია სასამართლოში და თუ ასია, მაშინ არსებობს ორგანო, რომელიც კომპლექტდება სხვადასხვანაირად სხვადასხვა ქვეყნებში, აქ შეიძლება შედიოდნენ ექსპერტები, იურისტები, თქვათ სხვადასხვა უცხოელი ექსპერტები და ასევე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და ასე შემდეგ. დაკომპლექტების წესი, როგორც წესი, ყველა ქვეყანაში სხვადასხვანაირად და ეს ინდივიდუალურად ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება თვითონ შეძლოს და მოახერხოს, მაგრამ პრინციპი არის ისეთი, რომ ეს კომისია ამოწმებს მოსამართლის მიერ განხილულ საქმეებს, მაგალითად, ქონდა თუ არა ამ საქმეებს კორუფციასთან კავშირი, ამავე დროს რაც ჩემთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემი აზრით ყველაზე ეფექტიანი იქნება ამ რეფორმის განხორციელების გზაზე, ეს არის კითხვა მოსამართლეს, საიდან აქვს თუ არა ქონება და საიდან აქვს ეს ქონება, ანუ ქონების დასაბუთებულობა თუ ნებისმიერ ადამიანს თუ მას შეუძლია ქონების დასაბუთება, რა თქმა უნდა ეს არ არის პრობლემა, მაგრამ თუ თქვათ აქვს ქონება, რომელსაც ვერ ასაბუთებს, ანუ ის კი არა რომ მაგალითად მამა მაჩუკა რაღაც თვითმფრინავის ბილეთი ან ჩარტერით სადმე ჩაიყვანა
და ამის ფული მამამ გადაიხადა ან ცნობილი მაგალითია და იმიტომ მოყევი ან ვიღაცას დიდი სახლი აქვს რომელიც რამდენიმე მილიონადაა შეფასებული და ეს ბებია მამამ ან სიდედრმა აჩუქა არა აქ უნდა გააყვნენ ბოლომდე და შეისწავლონ რეალური წარმომავლობა ამ თანხის თუ ამას ეს ამ კრიტერიუმს მოსამართლე ვერ აკმაყოფილებს შესაბამისად მას მოუწევს თანამდებობის დატოვება და ახალი თანამდებობის ახალი მოსამართლეები მოვლენ შემდეგ თანამდებობაზე ამ პროცესაც ევროკავშირი უწევს ზედამხედველობას ამ პროცესის შედეგებს და არა ფურცელზე წესების ჩამოწერას იქ თანამდებობაზე კომისიის წევრების დანიშვნას და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ვეტინგის სისტემასაც აქვს თავისი ნაკლოვანებები, იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება მოხდეს ამ კომისიაზე პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენა, ნეიტრალიტეტი იმ ადამიანების, ვინც არიან ამ კომისიაში და ასე შემდეგ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ გარედან მოხდეს ამ ყველაფრის, ანუ გარე ექსპერტების მიერ მოხდეს ამ ყველაფრის დაბალანსება და ეს რომ იყოს გამჭვირვალე და ეფექტიანი საბოლოო ჯამში. რაც შეეხება პოლონეთის მაგალითს, პოლონეთს ჰქონდა თავის დროზე გარემოს დაცვითი პრობლემები ძალიან მნიშვნელოვანი და ეს მაგალითი მხოლოდ იმიტომ მოვიყვანე რომ ყველაზე დიდი ხანი გრძელდება არა მხოლოდ არა ის რომ სასამართლოში პრობლემები მოგვარდეს და თქვათ მართლმსაჯულებაში ზოგადად პრობლემებს ეშველოს, არამედ ყველაზე დიდი ხანი გრძელდება ხოლმე ისეთი თავების გახსნა და დახურვა დროებით, რომელიც მაგალითად სადაც საჭირო არის კონკრეტული სამუშაოების შესრულება მაგალითისათვის პოლონეთს მოუწია ბევრ ქარხნებზე ფილტრების დაყენება, ჰაერის ფილტრების, წყლის ფილტრების, წყალი ფილტრებოდეს და ისე ჩაედინებოდეს თქვათ მდინარეებში და ასე შემდეგ. ანუ სამუშაოების შესრულებას დაჭირდა დიდი ხანი და შესაბამისად ეს გაგრძელდა წლები და ამაში 100 მილიარდი ევრო გაიღო მთლიანობაში ევროკავშირმა რომ ეს რეფორმა პოლონეთს შეესრულებინა. აქ მივადექით მნიშვნელოვან ფაქტორს, რომ არა ამ რეფორმების შესრულებას, როგორც თქვი, არა მხოლოდ სახელმწიფოს მიანდობენ და სახელმწიფოს ბიუჯეტს, არამედ ამაში თვითონ ევროკავშირი გაიღებს მნიშვნელოვან თანხებს. შესაბამისად, თანხის გაღება პოლონეთის შემთხვევაში მოხდა 2004-დან 2020 წლამდე, რომ ეს ძალიან ბევრი არ მოგეჩვენოთ. თუმცა ამით მივადექ მნიშვნელოვან ფაქტს. ევროკავშირი თავისი თანხებით ეხმარება სახელმწიფოს რომ განახორციელოს რეფორმები ეს 35 თავის სხვადასხვა სექტორში ყველგან სტანდარტები მიუახლოს ევროკავშირის სტანდარტებს და საბოლოო ჯამში როგორც თქვი დროებით დახუროს. და რატო დახუროს დროებით? იმიტომ რომ ევროკავშირს აქვს შესაძლებლობა რომ ეს თავები ისევ გახსნას იმ შემთხვევაში თუ მაგალითად კონკურენციის სააგენტო ან ვეტინგის სისტემა არ იმუშავებს ისე როგორც უნდა იმუშაოს, ანუ შესაბამის შედეგებს ვერ მიიღებს, შესაბამისად თავიდან გაიხსნება და პროცედურები თავიდან ბოლომდე ისევ დაიწყება. რატომ ხარჯავს ევროკავშირი ფულს იმისათვის, რომ კონკრეტულმა ქვეყანამ გაატაროს რეფორმები და ევროკავშირის სტანდარტებს მიუახლოვდეთ. მარტივი მაგალითი რომ ვთქვათ, რატომ გვირემონტებს ევროკავშირი გაურემონტებელ სახლს და რატო ხარჯავს ამაში ფულს. ამაზე ბევრი სპეკულაცია მიდის და ბევრი შიშიც ითესება, ასე რომ ვთქვათ, რომ ევროკავშირი იმიტომ ხარჯავს ჩვენთან ფულს, იმიტომ უნდა ჩვენი სახლი გაგვირემონტოს, რომ მას უნდა რომ გვაკონტროლოს ბოლომდე და შესაბამისად ვიყოთ ევროკავშირის ან deep state-ის კონტროლის ქვეშ. სინამდვილეში ეს ასე არ არის, ნებისმიერი განვითარებული ქვეყანა სამეზობლოშიც რომ წარმოვიდგინოთ, რატომ უნდა დიდარ მეზობელს რომ სხვა მეზობლებსაც ჰქონდეთ გარემონტებული სახლი და სხვა მეზობლებიც კარგად ცხოვრობდნენ, იმიტომ რომ იქ უფრო ნაკლები კრიმინალი იქნება, ადამიანები უფრო ბედნიერად იცხოვრდნენ, შესაბამისად მასაც არ შეექმნება დიდი საფრთხე. ანუ შესაბამისად ევროკავშირი იმიტომ ეხმარება ჩვენარ ქვეყნებს მის სამეზობლოში, რომ ამ ქვეყნებში ხალხმა ბედნიერად იცხოვრონ და არ მოუწიოთ მაგალითად წასვლა გერმანიაში და იქ დარჩენა და ცხოვრება. იმიტომ რომ მიგრაცია მოგეხსენებათ ევროკავშირის და არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებისთვის საკმაოდ პრობლემატური საკითხია. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რატომაც ევროკავშირი ეხმარება სხვა ქვეყნებს იმისთვის, რომ მათი ეკონომიკაც გაიზარდოს, მათი კორუფციის დონეც დაიძლიოს და
შესაბამისად მოხდეს ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანება. ზუსტად ეს არის მიზეზი, რატომაც თქვათ ამ ყოველი თავის განხორციელებაში, რეფორმის განხორციელებაში ისინი საკმაოდ დიდ თანხას იღწიან და შემდეგ ამის შემოწმებაც ხდება. როგორც თქვი, შეიძლება ჩვენ გვაჯერებდნენ იმას, რომ ევროკავშირის ჩვენი დამონება უნდა იმით, რომ ის რეფორმების განხორციელებაში ფულს იხდის, მაგრამ სინამდვილეში ამას გვატყუებენ ის ადამიანები, რომელსაც უნდათ რომ ზემოთ მოყვანილი პრობლემები, რაც კონკურენციას, კორუფციას და შემდეგ ეხება, ეს პრობლემები, ეს სიკეთეები შეინარჩუნონ, იმიტომ რომ ევროკავშირში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ 35 თავის დასრულების შემდეგ თითქმის შეუძლებელი იქნება, რომ აქ კორუფცია იყოს, ვინმე ფული მოიპაროს, ან ნეპოტიზმით ვინმე სადმე მოხდეს, ან შრომის უფლებები დაირღვეს, ან ჯანდაცვის სისტემაში პრობლემები იყოს და ასე შემდეგ. ზედმიწევნით ხდება ამ ყველა პრობლემის მოგვარება და შესაბამისად იმ გავლენიან ადამიანებს, ვინც ახლა თქვათ ამ სიტუაციაში ფულს შოულობენ, იმიტომ რომ არ არსებობს კონკურენციის სააგენტო, ისევ იმას გავიმეორებ, არ არსებობს ჯანდაცვის კონტროლი, არ არსებობს თქვათ პროდუქტების კონტროლი და ასე შემდეგ. ზუსტად ამ არ არსებული ინსტიტუტების გამო არ ახერხებენ გარკვეული ადამიანები, რომ ფული გააკეთონ ამ ყველაფრისგან. ამიტომ უნდა დავფიქრდეთ, ევროკავშირში გაწევრიანება, ეს სიკეთეები ვის აწყობს? ეს აწყობს ჩვენ, ანუ მოქალაქეებს, თუ ეს აწყობს რამდენიმე ადამიანს. როგორც უკვე ახსენეთ, ეს გვაწყობს ჩვენ როგორც მოქალაქეებს, იმიტომ რომ არ გვინდა რომ გაურემონტებელ სახლში ვიყოთ, ხოლო ეს არ აწყობთ იმ ადამიანებს, ვინც თქვათ ევროკავშირის და სამართლიანი და დაბალანსებული პირობებში ფულს ვეღარ გააკეთებენ და ვეღარ იშოვენ. იმედი ამას დავფიქრდებით და გავაანალიზებთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ ეტაპზე ასეთი რეფორმების გაკეთება, რომელსაც თავისინებით არ ამგონია რომ თქვათ მთავრობამ ხელისუფლებამ გააკეთოს თუ არა ევროკავშირის მონიტორინგი და ზედამხედველობა.